წყებულ კომპანიის უძრავ-მოძრავ ქონებასა და მფლობელთა წილებს ყადაღა სასამართლოს გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაშის სარჩელი საფუძველზე დაედო. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. გვარამიას განცხადებებს მოსარჩელი მხარის ადვოკატი გამოეხმაურა. მიშა ფეიქრიშვილი უფრო დეტალურად გაგვაცნობს მოდავე მხარეების არგუმენტებს. მიშა, გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ დროისთვის სამოუწყებლო კომპანია რუსთავიორის პარტნიორების წილებია დაყადაღებული და ასევე კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონება. სულ ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გააკეთა სამოუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სერიოზულ პრობლემებს უქმნის და აფერხებს ტელეკომპანიის მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ტელეკომპანიას აეკრძალოს გარკვეული ურთიერთობები საბანკო სექტორთან, შესაბამისად, ამას შეიძლება სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიაყენოს ტელეკომპანიას. რუსთავიორის გენერალური დირექტორი პროცესს მთლიანად პოლიტიზირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მოქმედი ხელისუფლების უნისონში მოქმედებს და ასევე რუსთავი 2-ს გარკვეული პირობები აქვს თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. ამ განჩინების თანახმად, რომელიც გამოიტანა მოსამართლე ურთმელიძემ, ჩვენ აკრძალული გვაქვს ნებისმიერი სახის ურთიერთობა საბანკო ინსტიტუციებთან, ვერ ავიღებთ ვალს კერძო პირისგან, ვერ ავიღებთ კრედიტს ბანკისგან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ გავაქირავებთ ჩვენ შენობებს, ეკრანებს და ასე შემდეგ, რაც გაქირავებული გვაქვს და ვიღებთ აქედან შემოსავალს, ესეც ჩვენ შემოსავალს დააკლდება. მეცაც გეტყვით, მოსამართლე ურთმელიძე არის ეგრეთ წოდებული ზონდერ მოსამართლე, რომელიც მიეკუთვნება წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც ნოემბერში შეიქმნა 2012 წლის, რომელიც პირდაპირ დაუფარავად მუშაობდა მთავრობაში და აწყობდა სასამართლო ხელისუფლებაში გადატრიალებას მთავრობის, ასე ვთქვათ, სასარგებლოდ საბოლოო ჯამში მან ეს ვერ შეძლო, როგორც მოგეხსენებათ, მაგრამ მოსამართლე ურთმელიძე სწორედ ამ ჯგუფიდან არის. ჩვენი ინფორმაციით გუშინ, ჯერ კიდევ გუშინ ეს გადაწყვეტილება არ იყო დაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ფურცლები ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ანუ არარსებული გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა გამოწერილი. სასამართლო კი არა და მთავრობა და ხელისუფლება ელოდებოდა საზოგადოების რეაქცია როგორი იქნებოდა. მას შემდეგ რაც ნახა, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მწვავე, ამ გადაწყვეტილებიდან ამოვიდა ერთი უმთავრესი პუნქტი, უარი ეთქვა მოსარჩელეს ჩვენი ანგარიშების დაყადაღებაზე. ანგარიშების დაყადაღება, მოგეხსენებათ, ეს იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციის კომერციული სიკვდილი, ანუ ჩვენ პრაქტიკულად დაგხურავდით. რუსთავიორის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ ჩვენ დაუკავშირდით ბიზნესმენის ადვოკატს, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ შეესაბამება სინამდვილეს და სიმართლეს ნიკა გვარამიას მიერ ნათქვამი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი ითხოვდა რუსთავიორის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას. გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ თუ კი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა დაამტკიცებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ხელი ეშლებათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, ისინი მზად არიან შედგეს შეხვედრა და შეიცვალოს გარკვეული პირობებიც და გადაიდგას კონსტრუქციული ნაბიჯებიც. ყადაღა გავრცელდა წილებზე, ყადაღა გავრცელდა ქონებაზე, ყადაღა გავრცელდა ასევე მოძრავ და უძრავ ქონებაზე. თუ შემოქმედებით პროცესს, ჟურნალისტურ პროცესს, რაიმე საფრთხე ემუქრება ამ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ მზად ვართ გადავდგათ შემოქმედი ნაბიჯები, განვიხილოთ მათთან ერთად, ვართ მაქსიმალურად მომართული კონსტრუქციულად. ჩვენი მიზანი არის არა ტელევიზიის საქმიანობის შეფერხება, არამედ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება. ის გარემოება, რომ საბანკო ანგარიშები დაყადაღებული არ არის, ეს არის ცალსახად ბატონი ქიბარის მოთხოვნა. თავდაპირველ ვარიანტში სარჩელისა შეტანილი იყო ეს მოთხოვნა, მაგრამ ჩვენი კონსულტაციის შედეგად და ბატონი ქიბარ ხალვაშის კატეგორიული მოთხოვნით ჩვენ თვითონვე დავწერეთ განცხადება, ჯერ ისე რომ მოსამართლეს განხილული არ ქონდა დაყადაღების საკითხი, ანუ განჩინება მიღებული არ იყო, ჩვენ თვითონვე დავწერეთ და ამ მოთხოვნაზე უარი ვთქვით. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ის თანახმა დათანხმდეს რუსთავიორის გენერალური დირექტორის შეთავაზებას, რომ საქმე განიხილოს სამმა მოსამართლემ. ადვოკატის თქმით, ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ორშაბათს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა წარმოებაში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საჩივარს თბილისის საქალაქო სასამართლო. ეს მიშა ფეიქრიშვილი იყო. ეხლა კი რეკლამის შემდეგ გიამბობთ, რას გულისხმობს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი.
ანუ იმითი თუ რას ვეძებ მე, შეიძლება ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტი დაიხოს. ინტერნეტი და სოციალური ქსელები, ყოველდღიურობა და საფრთხე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გავცემთ. როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები, სპეციალური რეკომენდაციები ინტერნეტ მომხმარებლებისთვის. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.5%, ლომბარდი 1.5%. რიკო კრედიტი. ყურადღება სასწრაფო სარეკლამო განცხადება მოსახლეობა კარგავს მინერალებს. როცა კარგავ მინერალებს, იკარგება სიცოცხლის ძალაც და უბრალოდ ითიშები. მაგრამ არსებობს გამოსავალი. მხოლოდ მიტარბი შეიცავს აქტიურ მინერალებს. მათი დახმარებით მინერალური წყალი მოპოვების უმაღლეს წერტილში 1320 მეტრზე ამოდის. სწორედ ამიტომ მიტარბის აქტიური მინერალები გმატებს ენერგიას და ცხოვრების ხალისს. მიტარბი დაიმუხტე მინერალების ძალით. შეგაწუხათ სიცხემ. შეიძინეთ ბესტელის კონდიციონერი ტურბოგაგრილების ფუნქციით. 23 აგვისტომდე ისარგებლეთ 300 ლარამდე ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღეთ 100 ლარის ღირებულების მონტაჟი უფასოდ. იცით რა არის სრულყოფილების საიდუმლო? ეს არის განსხვავებული შეგრძნებების შერწყმა, რომელიც ქმნის ერთ იდეალურს. როდესაც შესაქმეს ამბობენ თვალები, დამხსრობას რომ ვეღარ დაემალები, იწყება ეს განსა უბრალო შეხებით, იჭრება სხეულში, ის არის ხვდები, ბედის შეჯახება, ჩუქნის ამ შეხვედრას, რომელიც განიჭებს საოცარ შეგრძნებას. ეს არის ფილსი, გემო, რომელიც იდეალურს ხდის. გასინჯერო ხასისტი. ფილსი, შენი საყვარელი მიქსი. 2015 წლის 29 ივნისიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს დაფარავს. ვისაც გაქვთ მისწრაფება, წამოიწყოთ ახალი ბიზნესი, მიაღწიოთ წარმატებას და ამით დაეხმაროთ საკუთარი რეგიონის განვითარებას. საშუალება გეძლევათ მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და დაფინანსება 5000 ლარამდე. წარმატებული რეგიონი, ძლიერი ქვეყანა. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ყურადღება. Vivo's G გთავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს ყოველ განმეორების სესხზე. პირველი სესხი კი კვლავაც უპროცენტოა. მოითხოვე ახლავე და მიიღე თანხა სულ რაღაც 15 წუთში. Vivo's G. ფული თანამედროვე ხალხისთვის. მხოლოდ ამ ზაფხულს დირსიში 60-ხიანი ბინები $650-დან. შეიძინებინა მარტივი იპოთეკური სესხით. დირსი, მოლოდინზე მეტი 274-04-04. გაკეთე მეტი, ვიდრე გსურს. ახალი პლანშეტი Lenovo Yoga ტაბლეტი. მეტალოპლასტმასის კარფანჯარა კვადრატული 95 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. საქართველოს კულტურის პალატა 14, 15 და 16 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში წარმოგიდგენთ სუხიშვილების საიუბილეო დასკვნით კონცერტებს. გენერალური სპონსორი ფორუმი ახალი ნათებისგან, ოქროს სპონსორი დეველოპერული კომპანია M კვადრატი, ღონისძიების მასპინძელი სასტუმრო ლეო გრანდი, საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია იმედი და რადიო იმედი. დასაწყისი 21 საათზე. მეტალოპლასტმასის კარფანჯარა კვადრატული 95 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. დაგჭირდა თანხა. შედი კრედიუმ წერტილი G-ზე. შეავსე განაცხადი და მიიღე ფული მარტივად. სულ რაღაც 15 წუთში. კრედიუმ წერტილი G.
აქცია ლეისისგან. გათამაშებაშია 35,000 პრიზი. შეაგროვე ლეისის ცარიელი შეფუთვები და მიიღე ზღვის სანდალი. მზის სათვალე, ყურსასმენები ან დინამიკი. საჩუქრების მიღება შესაძლებელია ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე leis.com.gr. ზაფხული ლეისთან უფრო გემრიელია. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. არა მეგობარო, პირველი შთაბეჭდილება არ არის გადამწყვეტი. კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი შენს კარადაში სამუზეუმო ექსპონატად? თუ ვინმე ასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ, ხოლო არსებულ კლიენტებს 1000 ლარამდე. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. მეტალოპლასტმასის კარფანჯარა კვადრატული 95 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის ქრონიკა 8-ზე. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დღეს დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია დაკითხეს. ის წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი იყო. ჯანაშიამ განაცხადა, რომ მაღალი თანამდებობის პირებთან მუშაობისას დაცვის წევრებს ხშირად ისეთი ბრძანებების შესრულება უწევთ, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიამ დაცვა სრული შემადგენლობით დაეთხოვა და ამ შემთხვევაში ყოფილი პრემიერი რისკებს საკუთარ თავზე იღებდა. პროკურატურა ჯანაშიას ჩვენებას აბსურდულს უწოდებს. სახელმწიფო ბრალდებას ის დაინტერესებულ მოწმედ მიაჩნია, ვინაიდან ჯანაშია მიხეილ სააკაშვილთან ერთად თანხების გაფლანგვისთვისაა ბრალდებული. ამავდროულად მის ინტერესებს ადვოკატი ბექა ბასილაი აიცავს, რომელიც ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძის ადვოკატიცაა. ბატონმა ზურაბმა დაცვის სრული შემადგენლობა იმ გადაადგილებამდე ადრე დაითხოვა. და შესაბამისად ძაძამია ვერ ჩაითვლება იმ თანამშრომლად, რომელსაც შეეძლო უზრუნველყო დასწავი პირის უსაფრთხოება. დასაცავი პირის კატეგორიული მოთხოვნების შესრულებისას ცველი უძლურია განახორციელოს დაცვითი ღონისძიებები. შესაბამისად, დასაცავი პირი, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, ყველა იმ რისკს, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო უბედურ შემთხვევასთან და ასე შემდეგ, იღებდა საკუთარ თავზე. დაიკითხა დაცვის მოწმე თეიმურაზ ჯანაშია, რომელმაც განაცხადა სამართლებრივად აბსურდული აქტების შესახებ, კერძოდ მან ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონს, გეგმას, ინსტრუქტაჟს უწოდა სასაცილო დოკუმენტები. ის არის პიროვნება, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხუთმილი თანხების გაფლანგვაში არის ბრალდებული. ჩვენთვის სასარგებლოს რომ არაფერს იტყოდა და თავისებურ განმარტებებს გააკეთებდა, მაგას ყველანი ველოდით. ყოფილი ქრისტიან დემოკრატები ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც